ვინმე ვისაც ჩემი დაასრულე ფრაზა. დღეს დილიც სადღაც 8:30-ზე მეტარებელში ჩავჯექი და გავუყე ჩემს გვერდში და გოგონა, რომელიც გამალებით აწყაპურებდა ტელეფონს და თითების გამალებულმა მოძრაობამ მიიქცია ჩემი ყურადღება. გავიხედე და მომხვდა ფრაზა ვინმე ვისაც ჩემი და გამოვიხედე. ნოუთს წერდა, ვიცი არ შეიძლება სხვისი არც ნოუთის, არც მესეჯის და არაფერს კითხვა, მაგრამ არ ვიცი უცებ ეს ფრაზა მომხვდა თვალში და გამოვიხედე. მაგრამ იმ ხელა ემოცია მოდიოდა, ეგრევე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო კარგად. თავის ემოციებს, თავის დარდს, თავის განცდებს გამალებით დილაუთენია როს ნახევარზე მატარებელში თავის თავს უზიარებდა თავის ტელეფონს და აშკარად არავინ არ ყავდა გარშემო, ვისაც რაიმეს ეტყოდა. მე კი მინდა გითხრა, თუ შეგხვდება ეს ვიდეო და გადაწყვეტ რომ ვინმესთან საუბარი გინდა, მე მოგისმენ აუცილებლად. ძალიან საყვარელი გოგო იყო. შავტუხა, ეშღიანი, ხეცნერი, საყვარელი, თან დროდადრო ისწორებდა ჩანთავს, ნერვიულად. მის გარშემო არავინ და არაფერი არ არსებობდა, ვერავის ვერ ხედავდა და იმ ხელა დარდი მოდიოდა მისგან. რაღაცნაირი ისეთი. არ ვიცი, თან ჩავფიქრდი და დავდარდიანდი. დედებს მინდა გითხრათ და მამებს, რომ ბევრი იმეგობრეთ შვილებთან, ბევრი მოусმინეთ, ბევრი ესაუბრეთ, უთხარით რომ მათ გვერდით ხართ და არ სჭირდება არავინ მოსასმენად, გვერდში დასადგომად. ცოტა ხნის შემდეგ არ სჭირდებოდა და ისევ გამეპარა თვალი. და შემდეგ იყო ფრაზა, მე უბრალოდ სეირნობა მინდოდა. აშკარად არავინ არ იყო მის გარშემო ისეთი, ვინც გაუგებდა. შვილებს ემოგობრეთ, შვილებს, რომ ესეთი განცდები არ ქონდეთ, ზურგი იგრძნონ, მხარი იგრძნონ, მხარდაჭერა იგრძნონ. არ ვიცი, ამაზე დიდი დახმარება მისთვის, ამაზე დიდი გვერდში დგომა არაფერი იქნებოდა, მაგრამ თუ შეგხვდება ეს ვიდეო, იცოდე რომ მოგისმენთ ძალიან საყვარელი გოგო იყო. ძალიან ისეთი რაღაცნაირი, სათვალით. მის გარშემო არავინ და არაფერი არ იყო ამ ქვეყანაზე, ის და თავისი ნოუთები. არადა რომ იცოდეს როგორი განსხვავებული და საყვარელი ვინმე იყო ერთი წუთით მაინც რომ უშვებდეს საკუთარ თავში ამას, აღარ იდარდებდა ამ ყველაფერზე. დღეს ალბათ მთელი დღის ჩემი ფიქრის მიზეზი, დამკვირვებლობის, ჩაფიქრების იქნება ეს ამბავი და ეს გოგონა. ჩემი ერთ-ერთი პროფესია, რომელიც არც არ მისწავლია, მაგრამ თან